საქართველოში სამართალდამცავი უწყებები სასამართლო სისტემის ჩათვლით ატარებენ და ემსახურებიან პარტიულ ინტერესებს და არა საზოგადოებას. ასეთი მოკლე დასკვნა უდევს რეზიუმედ ფართო კვლევას, რომელიც კანონის უზენაესობის ცენტრმა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით აწარმოა. წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში ანალიტიკოსები დააკვირდნენ ძალოვანი უწყებების ქცევას, განსაკუთრებით საპროტესტო აქციებისას. როგორ და რა მიზეზით აკავებდნენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს, რა გზას გადიოდა ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის საქმეები, რიგითი პოლიციელის, პროკურორებისა თუ მოსამართლეების ჩართულობით. კვლევის ავტორი და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ სახელმწიფომ აქტიურად გამოიყენა სასტიკი მოპყრობა აქციების დაშლისას და დაკავებისას. შემდგომ კი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ყველაზე მკაცრი მექანიზმები აამოქმედა, რაც მათივე თქმით ძალოვანი უწყებების ღიად პოლიტიზებაზე მიუთითებს. ისე როგორც არასდროს დღეს სამართალდამცავი ორგანოები არიან სრულიად პოლიტიზირებული, აბსოლუტურად ყველა სამართალდამცავი ორგანო ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთას მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ასევე არჩევნების შემდგომ, მთელი ამ საპროტესტო აქციების დროს, ერთი რომ არჩევნების შედეგები ყოფილიყო ისეთი როგორიც არის, იმიტომ რომ ნულოვანი რეაგირება იყო ყველა ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო პერიოდში და შემდგომ უკვე მთელი სამართალდამცავი ორგანოების რესურსი გამოყენებული იქნა საპროტესტო აქციების ჩასახშობა და აქციის მონაწილეებისთვის მიმართ რეპრესიებისათვის. საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო ორგანოც შემდგომში საკმაოდ მკაცრი მიდგომებით გამოირჩევა აქტივისტების მიმართ მიმდინარე საქმეებზე. ეს მაგალითად გამოიხატება როგორც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის ნაწილში, პროკურატურა უმეტესად აქციებთან მიმართებით საქმეებზე ითხოვდა ხოლმე პატიმრობის გამოყენებას და სასამართლო ყველა შემთხვევაში აკმაყოფილებდა პროკურატურის მიერ მოთხოვნილ შუამდგომლობებს. ჩვენ ვაკვირდებით, ვაგრძელებთ ამ საქმეების მონიტორინგს. კვლევის ანგარიში განხილულია ისეთი საქმეები, როგორიცაა კანონდამრღვევი პოლიციელების დაუსჯელობის მაგალითები. ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეები, ისევე როგორც ჟურნალისტები დაექვემდებარნენ სისტემურ ძალადობას, არასათანადო მოპყრობას, წამებას, არაპროპორციული ძალის გამოყენებას. ამ ფონზე კი არ დასჯილა არც ერთი სამართალდამცავი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულისთვის. კვლევაში აღნიშნულია, რომ პირიქით ასეთი ქცევა წახალისებული იყო უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან და ხშირად ასეთ პოლიციელებსა და მათ ხელმძღვანელობას აჯილდოებდნენ კიდეც. ამ ანგარიშიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები მთლიანად ემსახურებიან მხოლოდ ერთ პარტიას. ძალიან მძიმე სურათს ხატავს იმისა, თუ როგორ იქცეოდნენ პოლიციელები უშუალოდ დეკემბერში და იანვარში, როდესაც განსაკუთრებული და ესეთი ტალღა იყო სისასტიკისა და შემდგომში კი უკვე როგორ ხდება მათთვის არათუ ყველაფრის პატიება, არამედ საერთოდ არ მიმდინარეობს რეალურად გამოძიება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისა. საპოლიციო უწყებების საქმიანობის შემსწავლელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ პოლიტიკოსები ოპოზიციური პლატფორმებიდან. მათი განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურების ყველა შტო უხეშად არღვევს პოლიციელთა პოლიტიკურად ნეიტრალურობას და ასრულებენ ქართული ოცნების პარტიულ საჭიროებებზე მორგებულ დავალებებს. ეს კი პოლიციელის, როგორც საზოგადოებისა და კანონიერების დამცველის საქმიანობას აკნინებს. ძალოვანი უწყებები საჭიროებენ რეალურ დეპოლიტიზირებას. ხშირ შემთხვევაში გამოძიება საერთოდ არ იწყება, ხშირ შემთხვევაში გამოძიება იწყება, მაგრამ კონკრეტული შედეგები არ იდება. ხშირ შემთხვევაში ისინი უშუალოდ არიან მხარე და გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით და მათ პოლიციის შესახებ კანონი ავალდებულებს, რომ იყვნენ აუცილებლად მიუკერძოებლები და იცავდნენ ნეიტრალიტეტს. აი ეს როცა ირღვევა, იმ შემთხვევაში უკვე ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიძლიერე აღარ ჩანს. კანონის უზენაესობის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ანგარიში ხელმისაწვდომია მათ შორის სამართალდამცავი უწყებებისთვის და მასში ასახულ კრიტიკულ რეალობასთან ერთად რეკომენდაციებიცაა მოცემული. ალიკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.